2024 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 8. A1 და K2 სიხისტის ზამბარები შეერთებულია მიმდევრობით და გაჭიმულია როგორც ნაჩვენებია ნახატზე. გითხრეს, ესე იგი მოცემული გვაქვს K1 და K2 სიხისტის ზამბარები და გვეკითხებიან რისი ტოლია K1 სიხისტის ზამბარის პოტენციალური ენერგიის შეფარდება. ესე იგი, ჩვენი მიზანი აქ გავიგოთ, პირველ K1 სიხისტის ზამბარის პოტენციალური ენერგიის შეფარდება W1 შეფარდება K2 სიხისტის ზამბარის პოტენციალურ ენერგიასთან W2-თან. აგით ახლა როგორც ნახაზზე ხედავთ, რადგანაც ეს ორი ზამბარები მიმდევრობითაა შეერთებული, მასზე ერთი და იგივე F ძალა მოქმედებს. F ძალა არის მოდებული აემთეთში. შესაბამისად, პირველ სხეულში აღძრული დრეკადობის ძალა F1, ტოლი არის მეორე სხეულში აგრეთვე აღძრული დრეკადობის ძალის და როგორც ნახაზზე ხედავ, ეს თავისუფლ ტოლი არის F-ის. ამასთან თუ ჩავწერთ ახლა ჰუკის კანონს ორივე სხეულისთვის, F1 ტოლი იქნება K1x1-ის, F2 ტოლი იქნება K2x2-ის. მაგრამ F1 და F2 რადგანაც ერთმანეთის ტოლია, მივიღებთ ამ შემდეგ გამოსახულებას. აქედან რა გამოგვივა ახლა ვნახოთ, ესე იგი W1 ტოლი იქნება პირველი სხეულის კინეტიკური ენერგია K(x1) კვადრატ ნახევარი კინეტიკური ენერგიის განმარტებიდან, ზამბარის შემთხვევაში ეს ტოლი იქნება K1 გამრავლებული x1-ზე და გამრავლებული x1-ზე შეფარდებული 2-თან, მაგრამ აი ამ გამოსახულებას თუ დავაკვირდებით, K1x1 თავისუფლად F-ის ტოლი არის, ეს არის F-ის ტოლი, შესაბამისად აქ დაგვრჩება F(x1)-ის ფარდობა 2-თან, ამასთან აი ამ ტოლობიდან x1-ს თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოლი არის F-ის შეფარდება K1-თან და ამ x1-ის მაგალითად ჩავწერთ F-ის ფარდობას K1-თან, ეს ტოლი იქნება F-ი გამრავლებული F-ი შეფარდებული K1-თან, ეს გაყოფილი 2-ზე, ეს ტოლი არის F კვადრატის ფარდობა 2K1-თან. იგივე პროცედურა მოდი გავიმეოროთ ახლა. მეორე კინეტიკური ენერგიისთვის ეს ტოლი იქნება Kx2 კვადრატ ნახევარი, ეს ტოლი იქნება K ჯერ x2 ნავრავლი x2-ზე შეფარდებული 2-თან. Kx2 თავისუფლ ტოლი არის F-ის, შესაბამისად იქნება F ჯერ x2 შეფარდებული 2-თან. ეს ტოლი არის გამომდინარე აი ამ ტოლობიდან x2-ს თუ გავითვალისწინებთ, რომ არის F-ის ფარდობა K2-თან, მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის F-ი გამრავლებული x2-ზე, ესე იგი F შეფარდებული K2-ზე, ეს შეფარდებული 2-თან, ეგ მივიღებთ F კვადრატი შეფარდებული 2K2-თან. ანუ ცალკე რომ დავწეროთ, ესე იგი W1 მივიღეთ F კვადრატი ფარდობა 2K1-თან, W2 მივიღეთ F კვადრატის ფარდობა 2K2-თან, საიდანაც ამათი ფარდობას რადგანაც გვეკითხებიან, W1 შეფარდება W2-თან, ტოლი იქნება W1 არის F კვადრატი შეფარდებული 2K1-თან, გაყოფილი F2 შეფარდებული F2 გაყოფილი 2K2-თან, ანუ გამრავლებული 2 ჯერ K2 შეფარდება F კვადრატთან, ორები შევეკვეცება, F კვადრატები შევეკვეცება და საბოლოოდ დაგვრჩება, რომ ეს ტოლი არის K2 შეფარდებული K1-თან. ანუ საბოლოოდ რომ დავწეროთ პასუხი, W1-ის ფარდობა W2-თან, ტოლი ყოფილა K2-ის და K1-ის შეფარდების. ეს კი არის პასუხი A.